მიდოდა მეჩვენები და ეს კადრი, მაგრამ ბოდიში ვის გაქვს თვითონ იხდით შუა რუსთაველზე, კაცო. აგერ განახებთ კაცს. ქართველი ქალი თუ აქამდე მივიდოდა მე ვერ წარმომედგინე. შუა რუსთაველზე ბოდიშთა სტრიპტიზს ცეკვავთ რა. რა თქინა გახდა გახთილები არ დადიხარ. ბოდიშთა აი მე ხარ სხვადასხვა ქალაქებში ვარ ნამყოფი რუსეთში. აი როცა სახავენ იმას რომ რუსეთია გაყვნელები და ერთი პიდარასტი კირკოროვით რო გონიათ რუსეთი და იმით წარმოგვიდგენ. არსად ამდენი გახთილი ჩახთილი ხალი მე პუჩაში არ ვინახია რა. იქაც კი არის რაღაცა გადაგვარებული რაღაც საზოგადოების ნაწილი, მაგრამ აქ რუსთაველზე რო გაივლი ჯოჯოხეთში გოგონება მოხდი რა. იმიტომ რომ აი ხა ვის გახთაზე რა გახთაზე ნახეთ ერთი რა როგორი ესე იგი რა დღეში ხარ და რა როგორი იქცევი თქვენ და მე კიდე აი მე ერთი რამე მინდა თქვა, როდესაც ქალებზე არის საუბარი განსაკუთრებით ყველაზე უფრო იცით რა არის, შეიძლება ზოგჯერ არ იგინებოდეს ქალი, ზოგჯერ შეიძლება აი თქვა ბილსიტყვაობით არ იყოს დაკავებული, მაგრამ ზოგი ისეთ რაღაცა სიტყვის აი შოქში ჩავარდები. აი იმ დღეს სოციალურ ქსელში ვირუსივით გავცილ და ეს ვიდეო და შემოგთავაზებთ. ხოც მამაკაცებს მოგმართათ. ჩვენ მაინც შევალთ ევროპაში. მაინც გაგათხოვებთ და თქვენს ქორწილში სულ საცერით უნდა ვზიდო წყალი. შვილო, ჯერ შენ გათხოვდი იქნება დააყენო საშველი მე ვინ მოგიყვას, მაგრამ და აი ამას რო ქალი იტყვის, რომ კაცები უნდა გავათხოვო რა. აი პირიდან როგორც აი მაგალითად როგორც ჩაფურთხება მზარავს, აი სიტყვას რო იტყვიან ხოლმე რა, ვეუნები გაჩერდი გეხოცები აღარ თქვა და ისა. ქალი გამოდის, არ ვიცი, გამოდის და წერს თან ამ ვიდეოს და აი შენ როგორ გათხოვდები აი ესეთი ენის და ესეთი აზროვნების პატრონი. მარტო ეხლა რო შეხედავ, ეხლა არ არის ეხლა უშნო ქალი და ვერ ვიტყვი რომ ეს ეხლა ის არის რაღაცა იმ ნენსი ვოლანდის რაღაც არ იყოს, ეხლა ამაზე ვერ იტყვი რომ ცუდი გარეგნობა. აი ეხლა ნენსი ვოლანდი არ ვთქვი ისე გამოიწვია. ხო, ეგეც არ არის გამორიცხული, მაკიაჟი აქვს მილიონი გაკეთებული, ვეღარ გაირკვევ, ისე რა უბედურება ამ ქალებს ვიდა მივმართო. ამ მაკიაჟებს რო იკეთებ ისეთ რაღაცა ფილერს თუ რაღაცას ეძახი. რა მაინც ხო გნახავთ ადამიანი რა გადახედავ შეხვალ ამ იმაში Facebook-ზე თუ რაღაცა გვაიმე გეგონება გაგიჟდები და მე შეხვდები ქუჩაში და შეიძლება ბოდიშთა იქ რაღაცა საშინელება დაგემართოს გაოგნებისგან. ხო და გამოდიხარ შეკაი ქალო. აი ვინ მოგიყვას ეგეთი აზროვნებისა? მარტო სილამაზის გამო არ მოყავთ ცოლი, მოყავთ აზროვნების გამო, თორე ეხა მასე სილამაზ მაშინ ბოზებს მოიყვანდნენ ხალხი ცოლებად, იმიტომ რომ სექსუალურადაც აკმაყოფილებდნენ შეიძლება და გარეგნობითაც, მაგრამ ეხა მე არ ვიცი თქვენ ბოზრური აზროვნებაცა ქალი რო იმაზე გაგითხოვდეს კაცები ვიწყავს სახში თუ გინდა რა. ხო, ქალი რო ინა. აი ქალი რო იტყვის იმა, აი მე გისურვებ შენ რომ ვიწყავს მამაკაცები სახში ყველა გაათხოვე შენ რა. ხო გააქვს ეს რაღაცა იდეა ფიქსად. აი ვიწყავს სახში კაცი ყველა გათხოვებული მენახოს რა. იდიოტო შენა მართლა. აი ეს რო ჩააწერი და ვიღაცა გონე ტიპშობს ეხლა და გონე მაგარი რაღაცა თქვა. ამ საწოდაო მამან რა. გარდა იმისა რომ ეს საზოგადოება აი ერთი არის ვიღაცა ზუგდიდშია ქალბატონი. მიდის ესე იგი ადმინისტრაციის შენობასთან იცის რომ არ შეიძლება ნიღბით მისვლა მივა დააჯარიმებენ. მივა დააჯარიმ. ერთი 26,000 ლარი აქვს უკვე ჯარიმა დაწერილი. ალბათ სახლი დარჩება გაზაყინი ბოლოს. აი რა მანიაკი უნდა იყო ადამიანი ხა. ეს ნიღბების ტარება იმიტომ არ შეიძლება რომ ნიღბიანებმა რო ცემეს გახსოვთ ხო ის ადამიანი და პოლიცია მიიღო შესაბამის კანონი რომ მე კიდე პოლიციას არ დაბრალდეს. ვიღაცა გალახეს დააბრალეს პოლიციელები და სწორიც არის ხა. რა რომელი ციმბირია საქართველოში რომელი -50 გრადუსი ყინვაა რომ ეხა ნიღბიანი იმით იარო. და ესე იგი ვინახართ სადაიბარე მივა პროცესზე ამ ბიძინა ივანიშვილის რა ავადმყოფები ხარ ჩვენო ავადმყოფები ნორმალური ხარ ან იმას რა გაათხოვებს მაინტერესებს იმ ხალხს ეხლა ხო აი ესე რო იქცევა კიდე ერთხელ ვიმეორებ ეხლა სულელი ყველა სოფელს შეიძლება ერთი სულელი ყავდეს ერთ სოფელს სოფელში 10 გიჟი და სულელი და ქალაქში 50 და 100 უკვე ზედმეტია ეხლა ყველაფერს სიკეთესთან მანიაკებიც როგორ არიან ესე იგი როგორი ესე იგი აი არიან დაგეშილი ადამიანის მკვლელობაზე რომ ცოცხალ ადამიანს წვავენ კოცონზე აგერ ნახეთ ეხლა ნუ ცოცხალი ადამიანის ფიტულს მე ვამბობ ცოცხალი ადამიანების საშუალება რო ქონდეთ იმასაც იზამდნენ ნახეთ ეხლა
ესეთ ზუგდიდის ადმინისტრაციასთან არის იქ ნუ სამეგრელოს რაღაც ფანტაზიის მე არ ვიცი რა ერთი რა მაინტერესებს აი ზუგდიდში აი ამ ხალხს მინდა მივმართო აბა ერთი გაგებედათ ეგ სააკაშვილის დროს იქ მეგის ქარდავა და ახალაიები რო იყვნენ და სააკაშვილის ფიტული დაგეწვათ ეგრე ხო საბუდამოდ ესე იგი მთელი ნათესაობიანი და გასახლებული იქნებოდით მანდა ხო აბა გაგებედათ ეგეთი რაღაცა რომ ფიტულები დაგეწვათ ეგრე ვინ გაბედავდა ბატონო და გაგებედათ ეგეთი რაღაცეები კიდე რომ აი ეგეთი პოლიციელებზე გეგინებინათ პოლიციელებზე გეფურთხებინათ თან ესე იგი რა ქვია ორკესტრირებულად რა იმ დღეს რო გადაკეტეს ისა და პოლიციას რა დედის ისა და მთელი აი ავადმყოფები არის